მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან, ქალაქ მინსკიდან და მინდა გითხრათ, რამდენიმე ინფორმაცია გაგაცნოთ. მე მიწვეული ვარ ბელორუსის გენერალური პროკურატურის მიერ, თავად გენერალურმა პროკურორმა შმიდტმა გამოაგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც მე მიწვეული ვარ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეხება ბელორუსი ხალხის მიერ აი იმ გამბრძოლას, რომელიც იყო სამამულო ომის დროს და გენოციდს, რომელიც იქნა წარმოებული ბელორუსი ხალხის მიერ. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ბელორუსის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 2 წლის წინ გენოციდის მუხტით და ამ საკითხთან დაკავშირებით იმართება უკვე ეს კონფერენცია, სადაც მიწვეული არიან ექსპერტები, პოლიტოლოგები და მე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე მიწვეული ვარ და საქართველოსთან ასევე ჩემს გარდა მიწვეულია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ ცხრილაძე. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მეგობრებო, ვინაიდან ესოდენ მაღალი ნდობა გენერალური პროკურატურის მხრიდან, რომ მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მე დავესწრო აი ამ დიდ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება დეკემბრის რიცხვებში, პირველ რიცხვებში, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ აქ და ჩვენი ტელეკომპანიისა და უშუალოდ საზოგადოებრივი აქტივობის შედეგად ეს არ ხდება ესე შეუმჩნეველი. ამას ხედავს ყველა ის ქვეყანა, ყველა ის ხალხი, რომელსაც აქვს გარკვეული ინტერესი, რომ ყველაფერა იმაში, რა პროცესებში, რაც ხორციელდება, ჩართული იქნას ქართული მხარე. და ეხლა როდესაც ამ გენოციდთან დაკავშირებით უკვე დაწყებული არის გამოძიება და ჩვენ მიწვეული ვართ საქართველოსთან, როგორც გითხარით და მე პირადად მიწვევა მივიღე, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, უკვე მეორე, მას შემდეგ რაც ბელორუსიამ მე გადმომცა медаლი 80 წლის იუბილესთან სამამულო ომთან დაკავშირებული, ეს წელს მოხდა და ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი. ეხლაც აი ჩემთვის არის სიმართლე რომ ვიტყვი, ძალიან ამაღლებული განწყობაა პირადად ჩემში, როდესაც გენერალური პროკურორი ბელორუსიისა აგზავნის ჩემს სახელზე წერილს, სადაც ის უშუალოდ მოწვევას ახორციელებს ჩემი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აქ საქართველო იყოს წარმოდგენილი ღირსეულად, არა მარტო რუსეთში, არამედ ბელარუსში. ბელარუსი არის ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი ყოველდღიურად ამტკიცებს და ასაბუთებს თავის სიყვარულს ქართველი ხალხის მიმართ. ბელარუსი არის ქვეყანა, რომელსაც კარგად ახსოვს სამამულო ომის ჭრილობები. მე მომავალ ხუთშაბათს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გადაცემები გვექნება ქართული გადაცემები, დღის შეჯამება ორშაბათს და ხუთშაბათს და პარასკევსკი უკვე რუსულენოვანი გადაცემა გავა ჩვენს ეთერში. ხუთშაბათს შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს უშუალოდ ბელორუსიაში გადაღებულ სიუჟეტებს, ძალიან საინტერესო სიუჟეტებს. მე გახდით ხატინში, ეს არის ხატინი, არის ისტორიული მნიშვნელობის გარკვეული ადგილი, სადაც ფაშისტებმა გაანადგურეს ადგილობრივი მოსახლეობა, 150-ზე მეტი ადამიანი ერთად შეკრიბეს და ცოცხლად დაწვეს. და ეს ადგილი არა მარტო ხატინის ტრაგედიას, არამედ ყველა იმ სოფლის 186 სოფელი იქნა პირისაგან მიგიზა აღვილი. დამწვარი იქნა მოსახლეობა და აღარ არსებობს ეს სოფლები და ამ სოფლებსაც გარკვეულწილად დაუდგეს ძეგლი და ჩვენ ხატინიდან რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ხუთშაბათს, თქვენ ახავთ, რომ რა მძიმე ტრაგედია და იცით რა არის, ახლა აი
ამ მე ვიყავი გუშინ და საღამო ხანი იყო 5 საათზე ვიყავი და 5 საათი იყო და არ წყდებოდა ძალიან ციოდა არ წყდებოდა იქ რიგები ადამიანებისა რომლებიც იქ მიდიოდნენ და პატრის მიაგებდნენ ეს კი არა ახალ დაქორწინებულებიც ვნახე და შეეულება ყოფილა როდესაც წყვილები ქორწინდებიან აი აქ მინსკის ლაგოისკის რაიონს ეკუთვნის ეს ხატინი ყველა მიდის და პატრის მიაგებს ეს რატო ხდება ლუკაშენკომ თქვა რომ ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ხატინი და ის ტრაგედიები, რომელიც ფაშისტებმა მოგვაყენეს, რათა შემდგომში ეს ყველაფერი არ განმეორდეს. ეს რას ნიშნავს მეგობრებო, იცით რომ ისტორიული მეხსიერებიდან არ უნდა გაქრეს ის, რაც მოხდა. ბელორუსი ხალხმა უდიდესი ტკივილი განიცადა და უდიდესი მსხვერპლი გაიღო ამ ომის დროს. ყოველი მესამე ბელორუსი იქნა განადგურებული ამ სამამულო ომის დროს, რომელიც წარმოებდა 1941-45 წლებს. ყოველი მესამე. ეხლა სტატისტიკური მონაცემებით, აი ბოლო საბჭოთა ეპოქაში რაც იყო, 2 მილიონ რაღაც 600,000 კაცი იქნა განადგურებული ბელორუსი, მაგრამ ეს ციფრი გაცილებით დიდია. დღესაც მიდის სამუშაოები არქეოლოგიური სამხედრო, სადაც აღმოჩენილი არის უამრავი ადამიანების ესე იგი ჩონჩხი ეს და შოთაშორის გერმანელებისაც, იმიტომ რომ უამრავი გერმანელი დაიღუპა ბელორუსიულ ჭაობებსა და ბელორუსიის მიწაზე ბრძოლების შედეგად და ლუკაშენკოს მიზანი რა არის, იცით რომ მეხსიერებიდან არ ამოვიდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც ისტორია იციშენ და ისტორია კარგად გახსოვ უკვე მოქმედებ ისე, როგორც საჭიროა. ამიტომაც არის დღეს ბელორუსი ხალხი, რუსი ხალხის გვერდით და ის არ გაემიჯნა უკრაინელებისგან განსხვავებით რუსებს, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ფაშიზმი ვერ დამარცხებოდა ბელარუსიულ მიწაზე, რომ არა რუსეთი. რუსი ხალხი. მაშინ რა თქმა უნდა, ყველა მიღებულობდით მონაწილეობას ამ მადლიან მიწაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩვენი სასიკადულო პოეტი მირზა გელოვანი, რომელიც შეეწირა სამამულო ომში ბრძოლას, ასევე დაიღუპა ედუარდ შევარდნაძის ძმა ბრესტში დამარხული და კიდევ უამრავი ქართველი. ახლა მე იმ ადამიანებზე გავამახვილა ყურადღება, რომელთა სახელები ასე თუ ისე რაღაცას თქვენთვის მიგანიშნებდათ და ანუ რაღაცა ცოტა არ იყოს ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ უბრალო ჯარისკაცები, გენერლები, უბრალო მეომრები, ყველა უამრავი ადამიანია დაღუპული ამ მადლიან მიწაზე. და როდესაც შენ იცი ვინ გებრძოდა, მე უკვე აანალიზებ ამ ყველაფერს და ხვდები, რომ ისტორიის სწორ გზაზე უნდა დადგე. და ეხლაც ბელორუსი ხალხი დგას სწორ გზაზე. და რომ დგას სწორ გზაზე, იმიტომ ამდენი ფაბრიკა, ქარხნები რომ მუშაობს. მე სხვათაშორის ახლა პარასკევს შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ერთ-ერთი დიდი საწარმოდან, რომელიც უშვებს ელექტროტრამვაის, ელექტროავტობუსებს, აი ამ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც გამოშვებული ელექტროავტობუსები დღეს ბათუმის ქუჩებში დადის და აი თვითონაც ნახავთ, როგორი ესეთი უმაღლესი დონის პროდუქცია და უმაღლესი დონის ესე იგი საშუალებებს უშვებენ ბელორუსიული საწარმოები. მე პრინციპში წინა კვირას პარასკევს შემოგთავაზებთ ესეთი გადაცემა ბელორუსიული სტანდარტი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ აი ბელორუსიულ ნაწარმს და გული მტკივა იცით რაზე, რომ ჩვენთანაც იყო ასეთი უზარმაზარი საწარმოები და ჩვენ ესები ყველაფერი გავანადგურეთ, მიწისაგან პირის წაუგვეთ და დღეს აი ხა 2 მილიონი კაცი ცხოვრობს ამ მინსკში და ეს კი რო დავდივარ ქუჩაში, ასე გონი ქალაქში არავინ არ ცხოვრობს. კი მე მართლა გეუბნები. რო გაივლი აი ეს 3, 4, 5 საათზე, 6 საათზე, ესეთი შთაბეჭდილება გექნება, რომ რაღაც აქ რამე აფეთქება ხო არ მოხდა, რაღაც ახლა ატომური სადგური ააშენა იმან ბელორუსმა ლიტვასთან ახლოს და გეგონება, რომ რაღაცა უბედურება მოხდა და ქალაქი დაიცალა და გაიყიდა. და რატოა იცით ეს? ყველა მუშაობს. 60 საათზე კი არა, ყველა დროს დაყიარობს თბილისში უამრავი ადამიანი. ეხლა ეს აი სავსეა ქალაქი საცობებით, იმიტომ რომ ხალხი არ მუშაობს არსად, ამდენი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ სად არის ფაბრიკა, საწარმო ქარხნები? ქალაქ თბილისში ყველა რაიონში იყო საწარმო ფაბრიკა და ქარხანა გახსნილი. ყველა რაიონში თითქმის დიდუბე, ჩუღურეთი, ნაძალადევი, გლდანი
დღეს ეხლა თბილისში, მინსკში, ქალაქში არის მარტო უამრავი საწარმო, იმდენი საწარმოები 100,000-ობით კაცი არის დასაქმებული. და ეს ხალხი ყველა მუშაობს, მეგობრებო და არავის აქცალია ქუჩაში საყიალოდ და რაღაცა დროის ატარებოდ. შაბათი კვირა არის აქ იმისთვის, რომ ადამიანებმა დრო გაატარონ და გაერთონ. დანარჩენ დღეებში არავის აქცალია. 8 საათზე გადიან სამუშაოდან და იწყება მუშაობა და ყველა არის სამუშაო ადგილებში. და ეს იცით რის იბრალია, იმიტომ რომ ეს საწარმოები და ფაბრიკები ადრეც ვიტყვია მიბულია რუსეთთან. 80%, 85% პროდუქციისა გადის რუსეთში. ჩვენ როდესაც საუბრობთ დღეს საქართველოში არის საუბარი ინვესტიციებზე და მე ყველა ინვესტიციას მივესალმები, რა თქმა უნდა, თუ რამე საქართველოს გამოადგება და მე ჩემი აზრი მაქვს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ინვესტიცია არის ის, როდესაც ადამიანებს ასაკავს. თორე ინვესტიცია, რომელიც რაღაცა გარკვეულ საცხოვრებელი და კორპუსების შენებლობა კარგია, მაგრამ ეს კორპუსები აშენდება და ამით დამთავრდება და ხალხი, ვინც აქ იმუშაობდა ამ შენებლობაზე, დაამთავრებს ამ მუშაობას და ეს საწარმოები ფაბრიკებში მუდმივად არის გაცხოველებული მუშაობა, პროდუქცია იქნება, გადის. ეხლა მაგალითად მაგილოვმაში ვიყავი მე, როგორც გითხარით, პარასიეტებმა გადაცემა. ეს პროდუქცია გადის ბოსნია-ჰერცეგოვინაში, გადის აფრიკულ ქვეყნებში, ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყაზახეთში, რუსეთში და სხვათა შორის ინგლისში იყო ერთობლივი საწარმოო ამ მაგილოვმაშისა და ამ ბრიტანელების შემდგომ ეს გაჩერდა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს სანქციების რაღაც ეპოქაო დასრულდება, ეს აღდგება ყველაფერი. ანუ რაზე მაქვს საუბარი, რომ ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა, საწარმოებისა და ფაბრიკების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება. აი მეტროთი მოვდიოდი და იქ გამოკრული აბრა. 2500 ბელორუსიული რუბლი, მაგალითად ძღოლი, ეს ძღოლისთვის არის განკუთვნილი, ეს არის $800. $800 აქ ძალიან კარგად იცხოვრებთ, იმიტომ რომ ძალიან დაბალი არის ფასები პროდუქტებისა, საკვები იქნება ეს თუ კომუნალური აიღეთ, კომუნალური ძალიან ისეთი დაბალი ფასებია, სასურსათო კალათა დაბალია და ანუ ადამიანები ცხოვრობენ, აი მე სიმართლე რო გითხრა, აი აქ რო ჩამოვედი, აი ნერვიული სისტემა დამიწყდა, იმიტომ რომ ამდენ ჯიშ და გადარეულს აღარ ხედავ როგორც ეს საქართველოში იყო. საქართველოში ქუჩაში რო გახვალ, არ მინდა არავის შეშლილი სახეები აქვს ადამიანებს. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სამსახურის დაკარგვის შიში დადის, რომელიც გაღიზიანებულია რაღაცების გამო, შეხედეთ ხალხი ბოდიში შეიძლება ქუჩაში ვიღაცამ გიკბინოს და რა. იმიტომ რომ ხალხი ჭკუიდან არის გადასული, ხალხი, იმიტომ რომ ყოფილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ძიმე. და აქ ამ კუთხით პრობლემები არ არის და ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, ადამიანებს სამუშაო ადგილები უნდა შეუქმნათ. საწარმო არ არის იქ 20 კაცი რო შეიქნება. ეს არის მინი საწარმო. საწარმო არის, როდესაც 500, 1000, 2000, ეხლა 20-30000 კაცი მუშაობს მინში, მაზის და სხვა ამ დიდ საწარმოებში. აი ეს არის საწარმო. და მე არ ვიცი რომელი საწარმოა ესეთი, მაგალითად თბილისში, სადაც 30000 კაცი მუშაობს, ან 20000 კაცი მუშაობს. და ეს ყველაფერი მეტყველებს იმას, რომ ჩვენ თუ ბევრი რამ არ გავაკეთეთ ამ მიმართულებით, რომ ინვესტიციები არ განვახორციელეთ სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, შენი ქვეყანა შორს ვერ წავა. არ ვიცი, გდილით გავდივარ და ესე იგი ყველაფერი დაწყრიალებული, ყველაფერი დალაგებული, სისუფთავე, დახარისხებული ყველგან ნაგავი, სორტირებული. როგორ პაკეტები უნდა გადაიყაროს ჩვეულებრივი ნაგავი, მერე ეკოლოგიის მიმართულებით სულ ყველგან ტყე არის. პარკინგის სისტემა უდიდესი, აი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტები თუ რა ვიცი ქალაქში რაც არის უფასო არის პარკინგი. პარკინგი არის უფასო. სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივად უფასო დააყენოთ მანქანა. აი მაგალითად ეხლა რო გაიაროთ თქვენ და ჩვენთან სადღაც გაიაროთ, იმ გაგატყავებენ იმ ხელა ფასები არის და მანქანას წაიყვანენ. აქ ეგეთი რამე არის რაღაც ადგილები შეიძლება იყოს ფასიანი, მაგრამ აი მე ეხლა სადაც ვიყავი, პერში ნაციონალური, პირველი ნაციონალური სავაჭრო ცენტრი იყო ეს ქალაქში, ასევე სუპერმარკეტები, დიდი მარკეტები, ყველგან ეს ნახე რომ უფასო არის ყველგან თითქმის ეს შიგნით ის კი არა, შიდა ეხლა ვიღაცა იტყვის, შიდა პარკინგი ხო არის, გარე პარკინგზე მაქვს საუბარი, გარე პარკინგი. ეხლა ჩვენ მაგალითად ეხლა იუსტიციის სახთა რომ ვიხვიდე, იქაც კი მე მგონი ფასიანი არ ვიცი ეხლა ბოლოს მოხსნეს შეიძლება არ ვიცი.
და აი ეს ყველაფერი მეტყველებს იმას, რომ ქვეყანა, რომელმაც იცოდა თავის იცის წარსული და ეფერება ამ წარსულს, მან იცის სად და რომელ ისტორიის რომელ მხარეს უნდა დადგოს. დიდგორის ველზე, ჩვენ დიდგორის ბრძოლის დღეს კი არ უნდა მივდიოდეთ მარტო. დიდგორის ველზე უნდა მიდიოდეს ყოველთვის ქართველი ერი, რათა ახსოვდეს, ვინ ებრძოდა და ვინ იყო მისი მტერი. და ჩვენ დღეს ისე გავგვიკეთეს, რომ დასვენების დღე უნდა პარლამენტს მიიღო დიდგორობის დღესთან დაკავშირებით და თურქებმა თქვეს, რომ არა, ეს არ მიიღოთო და ეს არ იქნა მიღებული. დიდგორობას ისე აღნიშნავთ, რომ თურქეთის პარლამენტის მითითებით თურქებზე არ არის საუბარი. რომ რაღაცა უხერხულობა არ შეუქმნათ ვინმეს. ეხლა მე არ ვიცი, ყველგან აქ პატივს მიაგებენ სამამულო ომის გმირებს, იმიტომ რომ ყოველი მესამე გარდაიცვალა. ჩვენ არ დავკარგეთ ყოველი მესამე იმ ომების შედეგად, როდესაც ჩვენ თავს გვესხმოდა არაბები, ირანელები, თურქები, არ დავკარგეთ ამდენი ადამიანი ამ ომებში. ამიტომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარსული. ისტორია ყოველთვის მეორდება და ისტორიის ყოველ მონაკვეთზე ვინც იყო შენი მტერი, ეხლა შენი მტერია. გერმანია დღესაც კბილებს ილესავს იმაზე, რომ თავს დაესხათ აი ამ სლავ ხალხს. დღესაც ეს კანცლერი საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსეთთან ომისთვის. ეხლა თვითონ სანქციები დაიწყეს, სანქციების დაწესება და თვითონ ინგრევიან და იშლებიან. მათი მრეწველობა განადგურებულია, აქ მრეწველობასა და ფაბრიკა ქარხნებს პრობლემა არ ექნება. ეხლა ვიღაცებს უხარიათ ის, რომ რამდენიმე ობიექტს ჭურვი დაეცა, დრონმა რაღაცა თავდასხმა განახორციელა და გონიათ ამით რუსეთს ზიანი მიადგება. მეგობრებო, ომის დროს რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ ამით საერთო სურათი არ იცვლება ის, რომ პრობლემები ექნება ევროპას და ევროპა ფაქტობრივად ჩამოშლის პირას არის, ამას თვითონ ევროპელები ამბობენ. ლიმიტირებულად ხმარობენ ყველაფერს, შუქები არანთია ღამე ქუჩაში, გაუპატიურებების, ყაჩაღობის რიცხვი არის გაზრდილი, მათი გიგანტები, მათი მრეწველობის გიგანტები გადადის ამერიკაში და ევროპაში ასრულებს მოღვაწეობას. ამაზე არავინ არ საუბრობს. AfD-ს მაგალითად ლიდერებს მანქანების ცეცხლი წაუკიდეს და კაციშვილი პასუხისგებაში არ მიცემულა. იცით რატო, რომ AfD-ს მიზანი არის, რომ უკრაინასთან სხვანაირი პოლიტიკა იქნას წარმოებული და რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა და ამიტომ AfD-ს მიიჩნევენ ესენი პრორუსულ ძალად და ადამიანებმა, რომლებმაც ღიად გამოვიდნენ ჩვენ დავწვით ეს მანქანები, AfD-ს ლიდერების მანქანები, თქვენს რომ არა ჩვენ დავწვით და კაციშვილს ხმა არ მოუღია არც პასუხისგებაში მიუწიათ. აი ეს არის ევროპული სამართალი. ჩვენ რომ გერმანიის ელჩი დემოკრატიაზე გველაპარაკება და სამართალზე და კანონის უზენაესობა თავიანთ ქვეყანას მიმართონ, მიხედონ, სადაც ადამიანები დანაშაულს ჩადიან და პასუხს არ აგებენ ამის გამო. ეხლა საქართველოში ვინმე ეხლა პოლიტიკურ ლიდერს რომ დაუწვას მანქანა, მე გამოვიდეს კი ჩვენ ეს გავაკეთეთო და პასუხი არ აქვს. წარმოგიდგენიათ რა აბავია ხდება და ეს ხდება გერმანიაში დღეს. და გერმანია რომელიც დღეს მომართულია იქითკენ რომ კვლავაც როგორც სამამულო ომის დროს თავს დაესხას რუსეთსა და ბელორუსს. პოლონეთი რომელიც ასევე მომართულია იმისკენ რომ პრობლემები შეექმნას. თქვენ რა გონიათ სამამულო ომის დროს აი ამ კონცლაგერებში ვინ მუშაობდა? ლატვიელი, ლიტველი, ესტონელი, უკრაინელი სადამსჯელო ჯგუფის წარმომადგენლები. კონცლაგერებში ძირითადად დასაქმებული იყო ეს ხალხი და დღესაც ეს ქვეყნები, პოლონეთი, რომელიც ყოველდღიურად უკეტავს ამ ბელორუსს საზღვარს, როცა მოეპრიანება უკეტავს საზღვარს და ასევე იქნა გარკვეულ პლაცდარმად ქცეული იმისათვის, რომ აქედან იქნას დარტყმები მიყენებული რუსეთზე, ესენიც უკვე იმ პოლიტიკას აწარმოებენ, რა პოლიტიკას 41 წელს იყო. დღეს ფაშიზმი მოდის როგორც 41 წელს, ისევე იმ ევროპიდან, ისევე იმ გერმანიიდან, ისევე იმ ბალტიისპირა ქვეყნებიდან. და იმ ბალტიისპირა ქვეყნები შეიძლება ვიღაცას მიაჩნია არაფრად და ესეც არის, მაგრამ მათი წარმომადგენლები იყვნენ ძირითადად წარმოგებული ამ კონცლაგერებში, რომლებიც ადამიანებს, რა ვიცი, მე საშინელებებს უკეთებდნენ. გერმანელები
ცდილობდნენ რომ ნაკლებად ყოფილიყვნენ გერმანელებს სურდათ რომ მათი ქვეყნის წარმომადგენლები ნაკლებად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი ამ კონცლაგერებში იმ მიმართულებით რომ ადამიანების დახოცვაში არ მიიღოთ მონაწილეობა რათა შემდგომში მათი ბრძოლის უნარიანობა და ბრძოლის უნარიანობის სული არ დაქვეითებულიყო იმიტომ რომ როდესაც ადამიანები ჯალათად არიან ქცეული ატყავებენ ხოცავენ გაზის კამერებში მე უკვე ეს ადამიანები აღარ ვარგიან იმისთვის რომ ბრძოლის ველზე იქნას გამოყენებული და ეს ამ ხალხს იყენებდნენ აქ აი მაგალითად ტრასტინეთში ასეთი ხალხი იქნას გამოყენებული იგივე იმ ტრაგედიის დროს რომელიც მოხდა იგივე აი ეს სხვადასხვა ამ კონცლაგერების შექმნის დროს ესენი იყვნენ გამოყენებული და მე ხა არ მინდა მე ამ წინ მომავალ გადაცემაში ვისაუბრებ ამ მოვლენებზე რაც ხდება ჩვენს ირგვლივ კიდე მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ ჩვენ როდესაც წარსული გვახსოვს ჩვენ კარგად ვიცით რომ ვინ არის ჩვენი მტერი ვინ არის ჩვენი მოყვარე აი გერმანელებმა რაც გაუკეთეს სოფლიოს და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირს დღეს ვინმე საუბრობს გერმანელებზე იმ მიმართულებით რომ ესენი ფაშისტები არიან და ფაშისტების თავმომავლები გერმანია რასაც აკეთებდა ვინმე ყვიროდა მე ქუჩაში 45 გერმანელო დღეს როდესაც აი თბილისის ქუჩებში ყვირიან რუსო კი მაგრამ რატო აიგივებ თქვენ თუ არ მოგწონთ რუსეთის ხელისუფლება რუსერთა ეს არ არის თანამედროვე ფაშიზმი რუსი ერის დამსახურება არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის რომ საქართველოს ტერიტორიები დაუბრუნდა ჯავახეთში აჭარასა და გურიაში და რუსეთი არის ის ქვეყანა რომელსაც შეუძლია საქართველოს დაქუცმაცებასა და განადგურებას რაღაცნაირად წინ აღუდგეს თორემ აი ხა თურქეთი რომელიც ფაქტობრივად ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებს საქართველოს მიმართ იმიტომ რომ ამბობს რომ ჯავახეთში თურქები უნდა ჩასახდესო მაინტერესებს ერთი როგორ ამაზე რეაგირება არავის არ აქვს და თურქ მომღერლებსა და თურქ მსახიობებს რაღაცა ბოლო რამის რაღაცა სექს მასაჟები გაუკეთოთ და რამის არის შეუძლებთ და აღარ იცით რა ქნა და როგორ მოექცეთ მე მაინტერესებს ეს რუსეთში და რუსი მსახიობები და მომღერლები თურმე არ შეიძლება და თურქებს უნდა ლოგინში ჩაუწვეს თითეული ქართველი ტელეჟურნალისტი მაინტერესებს დღეს ყველაფერი რუსულის მიმართ არის ესე იგი კრიტიკული დამოკიდებულება ერთმანეთს ეძახიან შერუსო და მე არ ვიცი რის იმედი უნდა გქონდეს ჩვენ საერთოდ დღეს ბელორუსიის წარმატების ფორმულა არის რუსეთი. იმიტომ რომ ეს პროდუქცია დღეს რაც იწარმოება ძალიან მაღალი სტანდარტის, ხო? ხვალვე დაიკეტებოდა საწარმოები რომ არ იყოს რუსეთი. სხვათა შორის ლუკაშენკოს დიდი დამსახურება ის რომ ადრე იყო სტანდარტი, აი ეს ბელორუს საბჭოთა კავშირში იყო სტანდარტი SSSR ეწოდა ზელანდო SSR და უმაღლესი სტანდარტი ჰქონდა, უმაღლესი ხარისხის ნიშანი ერქვა ამას და დღეს ეს ბელორუსია შეინარჩუნა და იქ SSR-ის ნაცვლად აი ამ უმაღლესი სტანდარტზე აწერია ბელორუს. ეს იმას ნიშნავს რომ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე დიდი პატივისცემელი ვარ რუსეთის, მაგრამ მე სიმართლე რო გითხრათ, ზეხვეული, აი ესე იგი მაგალითად რძის პროდუქტები და ასევე ტკბილეული რომელსაც მე აი ყიდულობ აქ როდესაც ვარ ფიქრობ რომ უფრო მაღლა დგას ვიდრე რუსეთში ნაწარმოები პროდუქცია იმიტომ რომ აქ უფრო რაღაცნაირად სხვანაირად ეკიდებიან ამ ყველაფერს და როგორც ჩანს აქ უფრო სხვა მიდგომებია და ეს რას ნიშნავს იცით რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით მე აქ რო ვარ დავისვენე კიდევ ერთი რამით რომ ვერ ვხედავ მიგრანტებს აი ეხა ეს რუსები და ბელორუსი ერთი ხალხია და შეიძლება ეხა ბელორუსზე რო ვლაპარაკობ რუსიც იყოს აქ მე არ მინახი აქ ინდუსი ყველა პერს პატივს ავცემ არც ჰომოფობი ვარ არც არაფერი მაგრამ მე არ მინახი აქ არც ესე იგი აფრიკული აზიური და ასევე რაღაცა აი პოსტსაბჭოური ქვეყნების რუსების გარდა წარმომადგენლები სხვათა შორის კავკასიელებიც აი ნუ სომხები არიან ცოტა ბევრი სხვათა შორის და ნუ ქართველებიც არ არიან აქ არავინ გესმით აი რომ დადიხარ ქუჩაში ხვდები რომ აქ არის ხოლო წარმოდგენილი რუსი და ბელორუსიელი და ეს რას ნიშნავს იმას რომ ლუკაშენკომ ძალიან კარგად იცის ის რომ საკუთარი ერის იდენტობა არის ყველაზე პირველი იმიტომ რომ პირველ რიგში შენი უნდა გიყვარდეს და ჩვენთან ჩვენს ქუჩებში რო გაივლე არ ვიცი სულ სხვა სიტუაციაა თქვენც ამას ხედავთ და ბელორუსი არის 10 მილიონიანი ქვეყანა გაცილებით დიდი ტერიტორიებით და თქვენ დაინახავთ რომ სოფლიოში მიმდინარე პროცესების შემდგომ
ბელორუსი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს შეიცეს. იმიტომ რომ სამამულო ომის შემდგომ ბელორუსიამ ტერიტორიები შეიძინა. ეს იყო ყოფილი პოლონეთის ტერიტორიები და ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიები და მე ვფიქრობ, რომ დადგება ის დრო, როდესაც ახალი მსოფლიო გადანაწილების შემდგომ ბელორუსია კიდევ უფრო დიდი ტერიტორიის მქონე მატარებელი ქვეყანა იქნება და ვინც ბევრის კიდე პრობლემებს ქნის და საზღვრების დაკეტვებით არის დაკავებული, აი სწორედ იმ ტერიტორიები, იმ ქვეყნების ტერიტორიებით შეიძლება გაფართოვდეს აი ეს ქვეყნები, რომელზეც მე საუბარი მაქვს, იმიტომ რომ ზოგი იმდეს იხტუნავებს, რომ ბოდიში და მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ, მეგობრებო, ქვეყნის განვითარების პლაცდარმი და საწინდარი არის, როგორც გითხარით, უსაფრთხოება, რომელიც რუსეთის გარეშე შეუძლებელია საქართველოს მოიპოვოს, ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც ასევე რუსეთთან არის დაკავშირებული, დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც ასევე რუსეთთან არის დაკავშირებული. აი დღეს ბელორუსში მაგალითად დემოგრაფიულ მდგომარეობას ლუკაშენკო ძალიან დიდ პატივს ასცემს და ეუბნება პირდაპირ მოსახლეობას, რომ მინსკი არ არის ამხელა, რომ ყველა იქ ჩასახდეს და ყველა იქ დასახდეს. ამიტომ ის ცდილობს, რომ მრავალშვილიან ოჯახებს მისცეს მიწები და თვლის, რომ მიწაზე გაზრდილი ბავშვი უკვე და მიწაზე გაზრდილი მომავალი თაობა სხვანაირი იქნება აღზრდილი, იმიტომ რომ ბელორუსი სოფლის მეურნეობის ძირითადად მიმდევარი ქვეყანაა და ჩვენ რა ვიცი, ჩვენ ვიზახით, რომ მიწადმოქმედები ვართ, გეორგიანელები ვართ და მიწები ჩვენ მიწებზე მუშაობა, რა ვიცი, არავის არ უნდა, ყველა გაიქცა ტაქსზე მუშაობს და პრინციპში ვერც გაამტყუნებ, იმიტომ რომ როდესაც შენ მოყავს თხილი და როდესაც მოყავს შენ ციტრუსი და ამას არაფერი ფასი არ აქვს, უკვე აზრი ეკარგება იქ მუშაობასაც. ეხლა მე მახსოვს, რომ აი თხილს როდესაც ფასი ჰქონდა თავის დროზე, ხალხმა ადგა და დაიწყო პლანტაციების გაშენება, კრედიტების აღება 12-13 ლარი ღირდა 1 კილოგრამი თხილი და შემდგომში მოხდა ისე, რომ ამ თხილის ფასი დავარდა 2-3 ლარზე და ხალხმა უკვე აჩეხვა დაიწყო. მე ამ ფაროსანამ საერთოდ გადაუარა ყველაფერს. და დამჭა ესე. ციტრუსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ერთი მოსავლით შეიძლებოდა ოდაეშენებინა კაც და მანქანა ეყიდა, დღეს არაფერი კაპიკი არის. და ამიტომაც არის, რომ მე ქართველ კაცს ეძახიან ზარმაც. იმიტომ რომ არ მუშაობს ამ პროდუქციის მოყვანაზე, ეძახიან ზარმაც და რომ მოიყვანოს აზრი არ აქვს, უნდა გადაყაროს ის ციტრუსი. მე პირადად სოფელში მაქვს ეს მომყავს ციტრუსი და ვყავი ჩვენ ამას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. არა, იმიტომ რომ შენ როდესაც ეხა ციტრუსი გაქვს, უნდა მოიხმარო მუშახელი, იმას ფული უნდა გადაუხადო მოკრეფაში, შხამქიმიკატებში და შენ როცა გაყიდვის დრო დგება, იმხელა ფასს ვერ გაძლევენ, რომ ისიც კი ამოიღო, რაც დახარჯა. ამიტომ რუსეთთან კავშირი ნიშნავს იმას, რომ აი ეს პროდუქციაც გავა, ურძენიც გავა, ის პროდუქციაც გავა, რომელსაც ვაწარმოებ. საქართველოს უნდა შექმნას ისეთი საწარმოები, რომლებიც იქნება მიბმული რუსეთზე. და ხვალდაზე უკვე ეს გვიან იქნება, თუ არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ბელორუსიული პროდუქცია შედის რუსულ ბაზარზე, აზერბაიჯანული, სომხური, ყაზახური და და შენ როდესაც უკვე ამ პროდუქციის შეტანის პრობლემა დაგიდგება, ხო, უკვე ეს დამთავრდება. აი ხა მაგილოთა მე ვიყავი, როგორც გითხარით, ელექტრობუსებისა და ელექტროტროლეიბუსებისა ტრამვაის საწარმოში და მე იქ ველაპარაკე დირექტორს, პარასკევს იქნება ეს გადაცემა და მან მითხრა, რომ ჩვენო აი მოსკოვშიც გვინდოდაო ჩვენი პროდუქციის შეტანა, მაგრამ იქო, საბიანის პოზიცია იყო, არისო ესეთიო, რომ მოსკოვშიო მაინც რუსეთის წარმოებულმა ავტობუსებმა უნდა იაროსო და ტროლეიბუსებმა და ჩვენ სხვადასხვა რეგიონებში ვართ გადანაწილებულიო. აი ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უკვე ადგილი დაკავებულია. ეხლა რატო საქართველოს არ შეეძლო ქუთაისის ავტოქარხანას ეწერებინა ელექტროავტომობილები, ელექტროტროლეიბუსები. ამ კაცმა მითხრა თვითონ, აი რო გამოვიარე ქუთაისში, აი ამ საწარმოს, ბელორუსიული საწარმოს ვიტირებ. ბელორუსიელი კაცი ტირის იმაზე, რომ ქუთაისის საწარმო დაიქცა და ჩვენ არ გვაქვს სატირლად საქმე ხალხო. ბოდიში და ბორდელები და იმითი უნდა ვიამაყოთ მარტო რაღაცა კაზინოებით უნდა კაზინო გადაარჩენ საქართველოს და ტოტალიზატორები გადაარჩენ საქართველოს. და მე მაინტერესებს ამ ტურიზმის როდის გადაურჩენია რომელი ქვეყანა. დღეს საქართველოში ერთადერთი რაც მიმართულება, რა თქმა უნდა, ყვავის ეს არის ტურიზმი, მაგრამ ტურიზმი საქართველოს ვერ გადაარჩენს.
ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანი იმხელა თანხას ვერ გამოიმუშავებს, რომელიც თანხითაც შესაძლებელი იქნება ადამიანმა იარსებოს და იცხოვროს. ტურიზმში ეხლა ვისიცა ის სასტუმრო, ის რა თქმა უნდა კარგად იცხოვრებს, მაგრამ იქ სასტუმროში დასაქმებული ადამიანს აქვს დაბალი ხელფასები. და მე ტურიზმსაც როდესაც ვლაპარაკობ, თუ შენ იმ სასტუმროში, სასტუმრო გაკეთებულია თურქული საშენ მასალით, თუ იმ სასტუმროს მიეწოდება თურქული დენი, რუსული გაზი, თუ კი მაგალითად იმ სასტუმროს მეპატრონი არის თურქი, ირანელი თუ არაბი და ეს ფული წავა მერე იმ ქვეყნებში. რაღა მომგებიანია ეს ტურიზმის გეკითხებით რა. დღეს ეხლა ბელორუსიაში თქვენ აქ უცხოელებს ესე კი ვერ გააპარპაშებინე. აქ ეხლა ბოდიში და თუ მაგ ფილტრაცია არ გარიცადებთ, იმას ფეხს ვერ გადადგა. და ამიტომ მიყვარს მე ეს ქვეყანა, იცით? მიყვარს ეს ქვეყანა და ვცდილობ რომ დრო რომ მაქვს ჩამოვიდე მე აქ სამუშაო ვიზიტით ვარ, როგორც გითხარით და მუდმივი კონტაქტი მაქვს აქ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამ ხალხმაც იცის სხვათა შორის იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც მისთვის რას აკეთებენ. რა ვიცი, საქართველოსთვის ძალგონი არ დამიხმარია, ყოველთვის სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდი და ყოველთვის იმ ხარეს ვიდექი, რომელ ხარესაც უნდა მდგარიყავი, მაგრამ რა ვიცი, ვინ დაგიფასებს, ან რას დაგიფასებს ამ ყველაფერს და აქ მე რამდენიმე გადაცემა გავაკეთე, მოვეფერე ბელორუსს და მედალი გადმომცეს და აგერ ახლა პროკურორი, გენპროკურორი მეძახის და რა ვიცი მე და ეს ჩემთვის პატივია და ეს არის აგრეთვე ავანსი რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო მე ამ ქვეყნისათვის. მე საქართველოს წინ ვერაფერს ვერ დავაყენებ, მაგრამ თუ ეხლა ადამიანს აიძულებ ქვეყნიდან წავიდეს, ადამიანს აიძულებ რომ შენ ქვეყანაში უკვე რაღაცა არ იმუშაოს და ის ყოველთვის რაღაცა განდეგილივით არის, ხო? ეს უკვე ეკარგება აზრი ამ ქვეყანაში მუშაობასაც, იმიტომ რომ მე ადამიანი, რომელიც ლაპარაკობ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ვითვლები რომ ეს ხარ შენ უკვე რაღაც კეთროვანი. და ის ვინც საუბრობს რომ თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ის ითვლება საქართველოს პატრიოტად. და თურქეთს საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია. თურქეთმა საქართველოს ტაო-კლარჯეთი წაართვა, ჯავახეთის წართმევას ვთვლობს და ასევე აქვს პოლიტიკა რომ საქართველოში დავით ოღლუს იდეოლოგიით საქართველოს გათურქება მოხდეს. და მე მაინტერესებს ეხლა მე რატო უნდა ვიყო პროთურქი და რატო არ უნდა ვიყო იმ პოლიტიკის მატარებელი, რომელიც რატო უნდა ვიყო პროთურქი, მე მაინტერესებს გეკითხეთ, რატო? და რატო უნდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც იტყვის რომ თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია საქართველოს. მე ამას რო ვლაპარაკობ, ეგ იმას კი ამის რომ თურქეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. მე მაგალითად აი ასლან აბაშიძის პოლიტიკას და ასლან აბაშიძეს უდიდეს პატივს ავწევ, იმიტომ რომ ასლანს ჰქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება თურქებთან, სულეიმ დემირელითან მეგობრობდა და ერთი თურქი ბიზნესმენი და ერთი თურქული კომპანია არ იყო წარმოდგენილი აჭარაში და მიუხედავად ამისა, თურქები პატივსცემდნენ ასლანს. ასლანმა თავისი გულის ოპერაცია გაიკეთა თურქეთში. და სულეიმან დემირელი მივიდა პირადად მის ოპერაციაზე და კაც და მოინახულა ის. წარმოგიდგენთ ავტონომია, აჭარის ავტონომია ახლა ამ თურქეთის რაღაცა ტერიტორიის მასშტაბებში რო შევხედოთ, ეს არაფერი არის და ასე დიდ პატივს სცემდა ეს კაცი სულეიმან დემირელი, რომ აჭარის ლიდერი მოინახულა, გესმით თქვენ ხო? და დღეს ჩვენ ამ კაცს ესე იგი, არ ვიცი, ეხლა რაღაცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბატონი ასლანი და მე პირადად მას არც ვიცნობ, არც მქონია შეხება მასთან, როგორ კაცს საკუთარ მიწაზე სიკვდილის უფლებაც არ უნდა მივცეთ, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის დღეს ბატონი ასლანი და შეიძლება უკანასკნელი საათები, უკანასკნელი წლები იყოს მისთვის და არ ვაღირსეთ ამ კაცს, რომელმაც არ მისცა იმ ბანდფორმირებებს თარეშის უფლება აჭარაში, არ მისცა ამ კაცმა იმის უფლება, რომ აოხრებულიყო აჭარა. აჭარა ითვლებოდა ერთ-ერთ ოაზისად საქართველოში, ყველაფერი აოხრდა, ყველაფერი განადგურდა და ასლანმა გადაურჩინა საქართველოს აჭარა. და ამ კაცს ჩვენ ვართ ის კაცი დაუნდობლები ვართ ქართველების მიმართ და მტრების მიმართ ვართ ჩმორები. მტრებს ვეძახით მეგობრებს და საქართველოს ვინც იცავს და საქართველოს ინტერესებს ვინც იცავს, იმას ქვეყნიდან ვაიძულებთ რომ წავიდეს და ვამდევნით და ამ ხალხის მიმართ გვაქვს პრეტენზიები ხალხო. ასლან აბაშიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული გახადა აჭარა. არც ერთი თურქი არ იყო და დღეს როგორი სიტუაცია აჭარაში თქვენ ნახეთ. მე მაგ თურქებზე არ მაქვს საუბარი, რატომ აჭარის ბულვარში, ბათუმის ბულვარში რო გახვიდე, ქართულს ვერ გაიგონე. მე მარტო თურქებზე არ მაქვს აქ საუბარი. საქართველოში უნდა ისმოდეს ქართული ენა.
ვასილ ჟავანაძე საქართველოს დიდი პატრიოტი, როდესაც ჩადიოდა ბათუმში, მაშინ იყო არდერკი კოპლატაძე აჭარის ლიდერი და მას ეკითხებოდა რამდენი კაცი ცხოვრობს ქართველი აჭარაში, ბათუმში კონკრეტულად. და მან უთხრა კოპლატაძემ, რომ ბათუმშიო ცხოვრობსო, ნაკლებიო, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფიო და გაძლევ დავალებასო, მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოასახლე ქართველები. და რაღაცა ცოტა შეშფოთდა, ბიჭო, ეს არდერკი კოპლატაძე გაგიჟდა, კაცი, გაგანია კომუნიზმი არის, სოციალიზმია და ეხლა ეს ქართველები რაღაცა ცუდად ხო არ გაიგებენ ყველაფერსო და მე ეს რო შეამჩნია ჟავანაძემ უთხრა შენო თუ ამას ვერ შეასრულებო მე ამ მოვკიდებ არა როგორ გეკადრებათო ეხლა შეშინდა ეს კოპლატაძე თქვა კი მე გავაკეთებ ამ ყველაფერსო და ჟავანაძემ უთხრა ერთი წლის მერე ჩამოვალ მოვიკითხავ ამ ამბავს და გავარკვევ რა ხდება და ერთი წლის მერე როდესაც ჩამოვიდა ჟავანაძე ახლა მოიხილეს ამბები იარეს იქით აქით იქ გემსაშენი ქარხანა მოინახულეს, თევზსაჭერი ქარხანა, ფაბრიკა მოინახულეს, ქარხანა იქ უამრავი საწარმოები იყო მას შექმნილი აჭარაში და ახლა ამას იფიქრა კოპლატაძემ ეთყობა ეს უდავით და ამასო და ბოლოს უთხრა ჟავანაძემ რა ხდება დემოგრაფიის მიმართულებით. ბატონო ვასილო, ეხლა თქვენ დავალება შევასრულეთო, წინ მივდივართო, ეხლა დიდი გარღვევა შეიძლება არ არის 3%-ით მოემატა ქართველების რაოდენობა ბათუმში. ოჩახო შეგძლებიათ და ესე გააგრძელეთ. მე არ მინდა პოზიციებზე რაზეც იყო წარმოდგენილი ქართველები, ისიც კი დავკარგოთ, არათუ სხვა სამუშაოების ადგილს შექმნა დღეს გლოვოსა და ვოლტის კურიერებად არ მინდა ვიხილო ირანელი და ინდოელი. ადრე ქართველებს ეკავათ ეს პოზიცია და ეხლა ქართველებსაც დაკარგეს ეს პოზიციები. და ტაქსის ძღოლებად კიდე სხვა ეთნიკური ჯგუფები. რაც გქონდა ისიც კი დავკარგეთ. და მე კიდე ერთხელ მევიარე ინვესტიცია მესმის ესე, რომ სამუშაო ადგილები შექმნათ საქართველოში და სამუშაო ადგილებით იყვნენ დაკავებული. მე არ მინდა საქართველოში ავტორიტეტების მსხრევა იყოს და ადამიანების ჩვენ ვისაც რამე ავტორიტეტი აქვს იმისი შერყევა ხდებოდეს. თუ რაღაცას ვებძვით, ყველას ვებძოლოთ და არა რაღაცა ერთ ჯგუფს, რომლის მიმართ ინტერესი არსებობს, რომ ის რაღაც ერთი ჯგუფი განადგურდეს. მე ბევრს ვერ გავშლ, იმიტომ რომ კიდევ თემებს ვერ გავშლ, იმიტომ რომ მე არ მინდა, მე აქ მე ჩვენს ქვეყანაზე ხელისუფლებაზე სხვათა შორის კარგს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ მინდა მე რომ აქ იმ დესპანატი იყო წარმოდგენილი, მე რომ ვიღაცას პრობლემა შეგვიძლია და პირიქით ლაპარაკობ, რომ აი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს მაგალითად ბელორუსთან ურთიერთობების გამტკიცებას, რომ მაგალითად დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა ადრე არ ქონდა ერთმუნებათა სიგელი საქართველოში, ეხლა აქვს. ადრე არ იყო ელჩი წარმოდგენილი ბელორუსში, ეხლა არის იქ შეხვედრები გაიმართა და ანუ აი ამ აქცენტებს ვამახვილებ მედიასთანაც ყურადღებას ბელორუსიულს და მე მინდა იცით რა არის, რომ მე არ ვარ კაცი ჩასაფრებული, მე ყოველთვის რომც ფიქრობდე სხვაგვარად სხვა ქვეყანაში, როდესაც ვარ არ მაქვს უფლება აქ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები ვაკეთო და მე მინდა რომ ხალხო ერთი რამე იცოდეთ რომ ჩვენ ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი და შრომის მოყვარე და სხვათა შორის აი ლამაზიერი ვართ რა და აი ახლა მინსკში ვიყავი ლეფსის კონცერტზე ეს არის წარმოშობით ქართველი და ლეფსვერიძეა ქართველად და ნუ მან ეს გვარი აიღო ეს არტოპონიმი აიღო ლეფსი და ესე იგი არ ვიცი აი ესეთი ენით აღუწერელი სიამოვნება მივიღე პირველად ვიყავი ჩემთვის ეს კაცი არის ათაყვანებელი იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მისი სიმღერები ყველა მისი სიმღერა არის ჰიტი და როდესაც აი მის კონცერტზე ვიყავი პირველად აი ჟუანტელი მივლიდა იმიტომ რომ მთელი დარბაზი თან ბელორუსები ცოტა ისეთი მოგზალებული ხალხია ემოციებს არ აღშვა დამანგრეველი ისინი იყო ყიჟინა და აი ქართველმა კაცი ეს ლეფსი არის ნომერ პირველი მომღერალი რუსეთში და ეხლა ეს იდიოტები ზოგიერთები კრემლის პროპაგანდის ეძახიან როდესაც სპორტის სასახლეში იყო ჩამოსული რამდენიმე წლის წინ კრემლის პროპაგანდისტი ჩამოვიდაო სამღერადო ვაი თქვენს პატრო თურქი მომღერლები და ირანელი მომღერლები რო ჩამოდიან სპორტის სასახლეში ისინი ვისი პროპაგანდისტები არიან გეკითხები ვის პროპაგანდას ეწევიან ლეფს მაშვები აგინებთ რომელიც თავის ქართველობას ყოველთვის აღნიშნავს და მე არ ვიცი აი მთელი ესე იგი არ ვიცი აი მთელი ბელორუსიული საზოგადოება და ყველა რუსებიც აი ქართველებს ხელის გულზე ატარებენ მომღერლებს თამარ გვერდწითელს ამ ლეფს იგივე ქეთათოფურიას და გული მტკივა რომ
აი მართლა ზოგიერთმა ქართველმა მომღერალმა გვარი არ მინდა სახელი დავასახელო უდიდესი აღიარება მოიპოვა, ფული მოიპოვა და ბევრმა ამ ომის დგომ რაღაცა ძალიან უგვარო პოზიცია დაიჭირა და დღეს ბევრი ცდილობს რუსულ ბაზარზე და რუსულ შოუ-ბიზნესში დაბრუნდეს, იმიტომ რომ აქ რუსული სიმღერები ევროპაში არავის არ ჭირდება. ემიგრანტები კი არიან იქ, მაგრამ იმითი მარტო ფულს ვერ იშოვი. და ამიტომ ბევრი ცდილობს უკან შემოსრიალებას, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევს რუსეთის ხელისუფლება. და აი ამას ვამბობდი, რომ რუსეთში ქართველები შოუ-ბიზნესი, სამედიცინო სფერო აიღე, მეცნიერები, ბიზნესი ყველგან მოწინავე პოზიციებზე არიან. ესე იგი, არ ვიცი ლაპარაკობდით რომ მონურ ოჯახში ვიყავითო და მონობის უღელი გვედგაო ჩვენო ლაპარაკობდით ამას ჩვენ ესე იგი საბჭოთა ეპოქას და რა ვიცი მონა თუ ხარ მონას ფულს არ აძლევენ მონა ვიყავი თურმე და რუსეთიდან ფინანსდებოდა მეტრო, ენგურხესი, კორპუსების შენებლობა, საწარმოები, ფაბრიკები და არ ვიცი მონას როდის იყო ამ პირობებს უკრიბდნენ. მონა ვარ ჩვენ, როდესაც მაგალითად იარაღსაც კი ამერიკელებისგან ვყიდულობთ და ევროპელებისგან ვყიდულობთ. ვითომ რომ დახმარება არის ეს ყველაფერი. არაფერს არ გვაძლევენ და თუ რამე კიდე იქ ავტობანზე გზაკეთდება, ეს არის სესხი, მეგობრებო, ეს არის ზოგი რომ იაფ სესხზე და არაფერ იაფი ეს არ არის. და არ ვიცი რატო უნდა გვაჯობოს ჩვენ ხო ჭკვიანი ხალხი ვართ აი მე კეთილიშვილის ბელორუსებმა რატო უნდა გვაჯობონ გეკითხებით რატო უნდა გვაჯობოს ჩვენ ლუკაშენკომ რატო უნდა გვაჯობონ ჩვენ ყაზახებმა რატო უნდა გვაჯობონ ჩვენ სხვა ერის წარმომადგენლებმა იცით რა არის მე ჩემთვის ეს არის სათაყვანებელი ქვეყანა მირზაგელოვანმა შესწირა ამ ქვეყანას თავი უამრავმა ქართველმა შეწირა თავი ამ ქვეყანას და პირველი თავდასხმა როდესაც იყო ბრესტთან კიდევ ედუარდ შევარდნაძის ძმა იქ დასაფლავებულია ედუარდ შევარდნაძეს ნამდვილად არასდროს დადებითად არ მოიხსენიებთ მაგრამ ძმამ რა დააშავა რომელმაც თავი შეწირა ამ ბრძოლას მე ერთ რამეს ვიტყვი მე მინდა ბელორუსისნაირი ქვეყანა გქონდეს ჩვენ და ბელორუსში გინდათ მინსკში ბელორუსში გინდათ გაიყვიდოთ უკანასკნელი დიქტატურა და რაღაც სისულელეებს რო ლაპარაკობთ აი აქ რო ვიღვიძებ უდიდეს ბედნიერებას ვძნო და ნეტა იმის საშუალება მომცეს რომ ძალიან ხშირად გავიღვიძო მე საქართველოში გაღვიძებას არაფერი არ მირჩევნია მაგრამ თუ საქართველოს არ ჭირდება შენი სამსახური და ჭირდება პროთურქული პროაზერბაიჯანული და პროირანელი ადამიანების სამსახური ყავდეთ და მოგახმაროთ ხელში და მე არ ვიცი მე ეხლა გულს ვერ გავიხეთქავ იქ ნამდვილად რა და ვერ მოვკვდები ეხლა მე ოჯახი მყავს და შვილები მყავს და მათთვის ცოცხლობ და საქართველოსვისაც ცოცხლობ და აქიდანაც საქართველოს საქმეს ვაკეთებ მე ხო არსად არ გამქრალვარ რა ისევე გემსახურები თქვენ და თქვენ თუ გონიათ ეხლა მე აქიდან რო გელაპარაკებით ეს ყველაფერი რაღაცა ამაში მე გასამჯეროს ვილებ ძალიან ცდები ამას მე ვაკეთებ უანგაროდ და ერთი რამე იცოდეთ ასევე რომ საქართველოს სიყვარულში მე ვერავინ ვერ შემეჯიბრება, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება 25 წელია ერთი და იგივეს ვლაპარაკობ. არავითარი ლერწამივით არ გადავხრივვალ არც იქი და არც აქ. სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდი, როდესაც ზოგიერთი კიდევ ერთხელ მეორებ რაღაცა შემძვრალი იყო ერთ ადგილას. და მე არსად არ დავმალულ ვარ და ვიყავ იქ, სადაც უნდა მდგარიყავ. და მე მიმძიმს რომ ხედავ ჩემ ქვეყანას აი ეს მძიმე მდგომარეობაში. როდესაც ჩემ ქვეყანაში გაღიმებულ სახეებს ვერ ხედავ და მე ვერ ხედავ ქართველებს კიდე ძალიან ბევრ ადგილებში, იმიტომ რომ რო გაივლი სხვადასხვა ქუჩებში და სხვადასხვა ადგილებში იქ უცხოტომელები უფრო ჭარბობს ვიდრე ქართველები. და მე არ დავიღლები კიდევ იმაზე ლაპარაკით, რომ როდესაც ადამიანს ჭირდება რაღაც კონკრეტული საშუალება, წამალი თუ ოპერაცია და იცი რომ აი ეს გადაარჩენს და ექიმი რო არ უკეთებს ამ ყველაფერს, მილიონჯერ ვეთყვი იმას, ვინც უნდა ეს გააკეთოს, ეს ოპერაცია გაუკეთე, ეს წამალი გაუკეთე, ეს ოპერაცია, ეს წამალი, იმიტომ რომ ხვალ ვიცი რომ ლუმინარით ვერ გადარჩება ადამიანი და რაღაც სისულელი. ჩვენ დღეს რაღაცა ვლაპარაკობთ, რაღაცა სისულელეებზე და რაც ქვეყანს გადაარჩენს, იმაზე არავინ არ ლაპარაკობს. ხალხი დარბი ჩინეთში და გონია რომ ჩინეთის საშუალებით გადარჩება საქართველო. ჩინეთთანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა ევროპასთანაც, მაგრამ საქართველოს გამთლიანების და გამწყინების საშუალება აქ არის. სადრო შენ ჩინეთში გაიტან, შენ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და საგერ ყურიზირში რომ ყავს მეზობელი საგრესა, რა ქვია, რუსეთი. ჩვენთან ჩვენ რა თქმა უნდა გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის იგნორირება ეს არის ჩვენთვის დამკუმკველი. არავის არ უნდა ამაზე საუბარი რა სამწუხაროდ. და ეს იცით რის სიბრალი არის, რომ ბელორუსიისგან განსხვავებით ჩვენ დავივიწყეთ, რომ რუს ხალხთან ერთად ვიბრძოდით და წარმატებებს ვაღწევდით. აჭარის განთავისუფლებაში რომ 10,000-ობით რუსი დაიღუპა, ამისი სამსახველი ფოტო მასალა და ვიდეო ფოტო მასალა და ის რაღაცა მასალები განხრალი არის აჭარის მუზეუმიდან, იმიტომ რომ ეს არ წარმოაჩინონ რომ რუსები შემოდიოდნენ აჭარაში ამ ბრძოლების შედეგად. აჭარის მუზეუმებში იყო ფოტოები, სადაც რუსი და ქართველი მეომრების შემოსვლას ეხებოდა და გააკრეს ეს. იცით რატომ რუსს ეხება ეს და იმიტომ ჩვენ როდესაც ვიცით რომ ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ჩვენ ერთად ვიზიარებდით ჭირსა და თხინს და ეს ყველაფერი ემახსოვრება მომავალ თაობას, ხო? მაშინ სხვაგვარად წარიმართება პოლიტიკა, მაგრამ დღეს სხვა მიმართულებით არის. მხოლოდ გინება, მხოლოდ ლანძღვა რუსების და მხოლოდ ეს არის წარმოჩენილი. რა თქმა უნდა, კაცო, იყო უსიამოვნო და ეხაც არა მე ამას ვლაპარაკობ ყოველთვის რომ ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, ტერიტორია, მაგრამ ამ ოკუპაციას დასასრული შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ ანექსირება მოხდება, ამას დასასრული არ ეკდება. და მე ამაზე ვლაპარაკობ დღე-დაღამე, რომ ეს უნდა მოხდეს. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც რუსეთში პოზირებს მხოლოდ იმის გამო, სადღაც დუმაში მოხდეს, სადღაც პრივილეგია მიიღოს. კონკრეტულ საქმეს იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა რომ ეს ქვეყანას ემსახუროს და მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ. ზოგმა ეხლა ამოიღო ხმა და მე კიდევ ერთხელ 20 წელი ამაზე ვლაპარაკობ. და ყოველგვარი რაღაცა გარკვეული დივიდენდების გარეშე. ზოგს სურს ქართულ ურთიერთობებზე საუბარი, რომ მე შეიძლება ფული მიიღოს აქედან, დაფინანსება მიიღოს და მე ამ ფულით ადგეს და ბიზნესი გააკეთოს. და ამიტომაც არის ეს რუსებიც რომ ამას რო ხედავენ ქართველებში, იმიტომაც არიან რომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს. მე არ ვიცი, ჩვენ გვინდა რა, იცით, რუსმა ჩადოს ფული იმაში, რომ საქართველოში პარტია გაკეთდეს ტელევიზია. ჩვენი თავი ჩვენ უნდა გადავარჩინოთ. რუსი გელოდება შენ კრემლში, რომ მიხვალ და დაელაპარაკები. და ჩვენ რას ველოდებით, იცი? ჩვენ გონია ისევ საბჭოთა კავშირში ვარ. ჩვენ გონია რომ მოსკოვმა უნდა წაიღოს ჩვენი პროდუქცია. მოსკოვმა უნდა დაგვეხმაროს, მოსკოვმა უნდა გაგვიკვატოს. ერთუჯრედიანმა ექსპერტმა თქვა რომ ვალდებულები არიან რომ აჭარა დაიცვან. ვალდებულები არიან რომ ჩვენთვის იბრძოლონ. რატო არიან ვალდებულები? კაცო, მამა და დედა არ არის ვალდებული, შვილი რო გაიზრდება მათ უპატრონოს უკვე, იმიტომ რომ ზასრულია და უნდა მიხედოს თავის თავს. ადამიანს რო გაიზრდება უკვე ის თავის ვალდებულება გააჩნია რომ საკუთარი ქვეყანას გამოადგენს ოჯახს და იქით უნდა ემსახუროს თავის ოჯახს, ხო? და ვერ გავიგე რა ვალდებულება ასეთი ამ რუსეთის მიმართ რომ აგირო, ლანძღო, აფურთხო და კიდე იმა უნდა დაგიწვა შენგანძო. სადაური მიდგომები გაქვთ ესეთი, ვერ ხვდები რა. მე ლაპარაკობთ იმის შესახებ რომ აი აქ არის თურმე საშინელი ცხოვრება, ცუდი ცხოვრება, ესე იგი და თქვენ კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ერთი ჩამოდით აქ გაიარეთ თუ სადმე ნახავთ რამე პრობლემას. საქართველოში კაც 30 წელია ქართულ კაც ენატრება სამუშაო. 30 წელია ქართულ კაც ენატრება რომ წავიდეს დილით სამსახურში, მოვიდეს და მერე დაისვენოს. 30 წელია ქართულ კაც ენატრება ის რომ სულ სამსახურს დაკარგავს იმის საფრთხე არ ქონდეს რომ ხვალ მეორე სამსახურს ვერ იშოვოს. 30 წელზე მეტია ქართულ კაც ენატრება ის რომ დაფასებული იყოს და მორალური საზოგადოება გქონდეს. მე არ ვიცი, ბიჭო, ამ კორპუსებზე კატებისა და ძაღლებისა და რაღაცა მახინჯი, რაღაცა ადამიანების სურათებს რომ აკრავთ ხოლმე. ადექი და პოლიციელის მეხანძრის სურათი გამოკარეთ, აი რომ დავდივარ მაგალითად რეგიონშიც კი და მინსკშიც კი. აი ამ კორპუსებზე არის გამოკრული რომ ოჯახი, ტრადიცია, ესე იგი სასწრაფო, სახანძრო, პოლიციელი გმირია, ისა რა ქვია, ექიმი გმირია, იქ მრავალშვილიანი ოჯახია და არ ვიცი ესეთი რაღაცებს ხედავ და გულს უხარია ამ ყველაფერს რო ხე. ჩვენთან გაივლი რაღაცა ჯერ ძეგლებს ავდგანთ ისეთ მახინჯს რომ ვერ გაიგებ ვინ არის, უნდა იმას ხდა რა ქვია, იმარჩიელო ვინოა. თამარ მეფეს ძეგლი დაუდგით გეგონება ვიღაცა გაფერილი ლუარსა ის არის რა დარეჯანი თუ ვინ არის არ ვიცი მე. ვიღაცა ბოდიში და რაღაცა გამოვარდნის ტყიდან რა. გმირებს უდგამთ იმებს რა ქვია ძეგლებს და ვერ გამოვა. აქ არის ძეგლებიც, პატივისცემაც, მრავალშვილიანი ოჯახებიც და არ ვიცი აი ქუჩაში დავდივარ და ეს ყველგან ესე ხდება კაც და რუსეთში და ბავშვები მესალმებიან და ყველა დრასტუიტე სულ არ ვიცნობთ ის ჩვენთან ბიჭო მეზობელი მეზობელს არ ეთქვის გამარჯვებას რა.
სისუფთავე ისეთი რომ ჩვენთან მადლობა ღმერთს მერია მოაწესრიგა ის რომ ეს ნაგავის გადაყრის საშუალება არის და კორპუსიდან ის პამპერსი თუ არ გადააგდო ვინმემ და ეს ბიჭოკი არ გადააგდო ისე არ შეიძლება გახედეთ ერთი რომ რა ხდება აი მე მაინტერესებს ეგეც ხელისუფლების ბრალი არის იმ ევროპაში რო დადიყართ ამას ხედავთ თქვენ უპატრონოებო თქვენ ამას ხედავთ საღორეთ რო არის მთელი კორპუსები ქცეული აი აქ ეხლა მე არ ვიცი რეგიონებშიც ვიყავი ქალაქები ვერ სიგარეტის ნამწვავს ვერ ნახავთ ხალხო აქ შეხვალ კორპუსში მინგრეული სადაროდ ეხლა მიქ M კვადრატისა და რაღაცა არქის კორპუსების სხვა იქ ეხლა ვიღაცა დამლაგებელი ყავდა აქ შეხვალ რაღაცა ძველი საბჭოთა კორპუსები მინგრეული ლიფტი ის შეჭებული ისა რაღაცა ეზო არის იქა მიფარჩაკებული და არავის არ ცდილობს რაღაცა რომ რამე გააკეთოს რამე შექმნას და ესეთი დამოკიდებულება არის გესმი აი ეს ხო ესეც ხო ადამიანმა უნდა თვითონ უნდა იყოს ეს ხელისუფლებამ დაგირგო სცენარი ხო შეიძლება მოუვარო ვინ ახარ რახა ანამ რომ ბოლდებით კიდე ნარკოტიკებით ესე იგი მე არ ვიცი დავისვენე მართლა ნარკოტიკის სუნიდან აღარ პლანის სუნის მაგივრად რაღაც ჯანგმა წროსავდა აქ რო გააყვარ აყაროლებული ჩაცუცკული მე ყველაზე უფრო გული რაზე მწდება ხედავ აი ტრანსპორტი დავდივარ ისეთი მაღალი თაობა მოდის აი შეხედავ გოგო ბიჭი ესე 2 მეტრიანები არიან ისე იმიტომ რომ ჩანსაღად იკვებებიან სწორად იკვებებიან სწორად ძინავთ რა ვქეთ თავის დროზე ძინავთ წრეებზე დადიან აქ ჩვენთან მიდი ყველას გარჭობილი სიგარეტი წრეზე არავის არ უნდა სიარულით მეზი და ყველა ესე გაჩხელი აღარ ვიცი საჭი გული გაგიხდება მაგრამ აი აქ რო ვარ ერთის მხრივ მიხარე მეორეს რო გული მისხდება რომ რა სად ვარ და სად ესენი არის რა სად ესენი არიან და სად ვარ ჩვენ ასევე მიწვეული ვიყავი ესე იგი ჩემპიონატი იმართება ხის აი მორების დაჩეხვაზე კოლდრაო და ეს ჩემპიონატი ტარდება მედიის წარმომადგენლებს შორის ტბა უიაჩას ტერიტორიაზე ეს არის ტერიტორია რომელიც აი შემოსაზღვრულია ტყის მასივით და ტბა არის იქა და პირველი იყო დღეს პირველი ის იყო წელს ეს ნერო ჩატარდა რომ თვითონ ლუკაშენკო არგებულობდა მონაწილეობას მთელი თავდაცვის მინისტრები დეპუტატები ყველანი იქ იყვნენ და ეს ახალგაზრდობა წარმოდგენილი და აი ამ ესე იგი აი ჟანგბადით აი გაჯერებულ ტერიტორიაზე მისგან მოშორებით არის ესა და აი ეს მედიაცი იყო იქა და ახალგაზრდა და აი ბუნებაში ხეებს ჭრიდნენ იქ ხეებს ხერხავდნენ და ჩემპიონატი იყო ვინც გაიმარჯვებდა რაღაც პრიზს გადასცემდნენ და იცით რა არის მეც ახლა გამიხარდა ის რომ ეს მომავალი თაობა ხედავ როგორი აი ჯანსაღი თაობა მოდის როგორი სიცოცხლით ახსავსე თაობა მოდის აი და ამაზეც გვექნება სხვათა შორის პარასკევს გადაცემა სიუჟეტიც ვექნება თქვენ ამას ნახავთ და აი მიხარია იცით რომ ესეთი თაობა მოდის და ეს არის ლუკაშენკოს დამსახურება იცით ყოველ აი თვითონ პირადი მაგალითით აჩვენებს ლუკაშენკო მარტო შარვალ კოსტუმით კი არ დადის. კაცი მიდის და იმას ჩაიცავს მოკლე შარვალს და კალმეტი კარტოფლიც იღებს. რა ვიცი, გიტყლებათ წახვიდეთ და კარტოფილი ამოიღოთ, გიტყლებათ შეშარო დაჭერხოთ. ამ შარვალ კოსტუმში ხო არ დაიბადა ადამიანი რა. შავანაძე დადიოდა იმაზე, რა ქვია, ვერ გამოიყვანდი, მინდორ ველებში იყო და რა ქვია, ხრათესვის იმას ესწრებოდა და ვენახერში და რა ვიცი, რამდენი ღორი ძროხა იყო, იცოდა ყველა იმდენ ადამიანი იქნა ხულობდა რა. აი დღეს ლუკაშენკო არის აი ფაქტობრივად ვასილ ჟავანაძის პროტოტიპი არის. ეს კაცი რასაც აკეთებდა საბჭოთა ეპოქაში, იმას აკეთებს, მაგრამ ბელორუსს ყავდა ასევე ძალიან კარგი ლიდერები მაშეროვის სახით, ეს იყო უდიდესი პიროვნება ბელორუსიის პირველი პირი, რომელიც ავტოკატასტროფაში ბოდიში გარდაიცვალა და მანც განაც ბევრი გააკეთა და აი მაშეროვის შემდგომ ლუკაშენკო არის ის პირი, რომელიც მართლა ბევრს აკეთებს საკუთარი ქვეყნისათვის და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აი ჩვენ მომავალ თაობას, კაცო, რაღაცა თბილისობა რო იმართება, ეხლა ეს დღეები რატო იმართება, ეს ხეების ჭრის ჩემპიონატი, რაღაცა სხვა დღესასწაულები აქვს კიდე მოგონებული ამ კაცს იმიტომ რომ ადამიანი მიწასთან დაახლოს, ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთი პატივისცემა გქონდეს. ჩვენთან თბილისობა აღიქმება იმასთან, რომ ვიღაცა მწვადი ჭამოს, გარჭობილი გქონდეს შამფური და რაღაცა და გააძღეს და ილოთავს და მეჩხუბი ატყეს. თბილისობა იმიტომ იყო მოგონებული, რომ
მეზობლებს შორის მახსოვს კაცო სუფრები იშლებოდა კორპუსებს შორის და სიყვარული იყო და პატივისცემა იყო და არა ის რომ ვიღაცა განაუთხრალიყო. ეს დღეები და დღესასწაულები შეიქმნა იმისთვის რომ ხალხი შეკავშირდეს, სიყვარული იყოს, მეგობრობა იყოს, პატივისცემა იყოს და რაც თავარია ყველაზე უფრო რაც აი მაოცებს. ერთ ხმამაღალს ვერ გაიგებ კაცო აი ამ მელოებში. აი ტრანსპორტში ხარ, რესტორანში ხარ, აი იმ ადგილებში ისე აი ის კი ვარ კაცო ეს ხმამაღალი ერი ჩვენ ვარ და ცოტა ხმამაღლა მიყვარს ლაპარაკი და მეც ემოციური კაცი ვარ ეხლა ვიზევ ლაპარაკობ მე თვითონ ისევ ლაპარაკობ ზოგს გონია ჩხუბობ ხანდახან და მეუნებიან და მეუბნები ესეთი მანდე ჯო ეს ლაპარაკი შეიძლება კონდეს ხმამაღალი მაგრამ ეს ჩხუბი ხო არ შეიძლება ყველგან იყოს ხო არ შეიძლება რაღაცა მანქანით რომ გადაადგილდება ადამიანმა რომ დაუსიგნალებს ვიღაცა შეიძლება გადმოვიდა და იარაღით დაცხრილოს ყველაფრისგან ჩხუბი ხო არ უნდა დავიდარება და კაცის სკოლა და ის ხო არ უნდა იყოს არა აქ ავტოკატასტროფების რიცხვი არის მინიმუმ მე აი აქ დავდივარ და ერთი ავარია არ მინახია და ძალიან ბევრს დავდივარ გზებზე იმიტომ რომ ყველა იცავს თავის ესე იგი აი ამ მოძრაობის წესებს ერთხელ ვიყავი საკეიფოდ ვიყავი რესტორნიდან გამოვედი და ბელორუსები იყვნენ ორი შეზარხოშებული ადამიანი რა და აინთო ისა რა ქვია წითელი მაგრამ არავინ არ იყო ეხა პირველი საათი იყო და კაცვილი არ დადიოდა არც მანქანა არც არაფერი და ერთმა უთხრა რა გადავიდეთო მაინც არავინ არ იყო არაო მიჟე ბელარუსი თქვა ანუ ჩვენ ხო ბელორუსები ვართ ანუ ეს რას ნიშნავს რომ ამ ხალხს სისხლში და ძვალში აქვს გამჟდარი ის რომ იამაყონ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლობით ჩვენთან ვინ გაჩერდება ვინ განდით ერთი და ვინ გადადის და გადმოდის ქუჩებში ან წითელს ვინ უყურებს ან მწვანეს ვინ უყურებს და იცით რა არის ვერ ჩამოვყალიბდით ერად ვერ ჩამოვყალიბდით იმიტომ რომ ამას სამწუხაროდ უამრავი მიზეზი აქვს და ვიღაცამ ხო უნდა ამაზე იზრუნოს სწავლა-განათლები არასწორი გვაქვს საზოგადოებრივი ცხოვრება არასწორი გვაქვს ფილმები არასწორი იღება, მიდგომები არასწორი გვაქვს და არც არავინ რა ვიცი, ვინმე თუ აპირებს ამის შეცვლას არ ვიცი, მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ რამე შეცვლა ამ განათლების სისტემაზე ვითომ რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლა. აქ კიდევ ერთხელ მეორე სკოლებში ისეთი სწავლა მიდის, რომ აი პატრიოტული სულისკვეთებით აღიზრდება ყოველი თითეული ახალგაზრდა. ბავშვიდან დაწყებული. პირველ რიგში უფროსის პატივისცემა სასწავლია. და რა ვიცი, აი მეტროსადგურებში ჩავედი და არის აი ძველი ტიპის ისინია ეს საბჭოთა ეპოქაში აშენებული და იმასთან შედარებით ჩვენი მეტროსადგურები არის გაკეთებული, რა ვიცი, მე თეატრში გეგონება. ანუ ჩვენი მეტროსადგურები რო შევადარო, მინსკის მეტროსადგური. ეს რას მოწმობს? რომ ეს იგი აი მონობაში რო ვიყავი, ჩვენ უფრო მეტ ფულს გვაძლევდა ცენტრი, ვიდრე აი აქ ბელორუსებს. ანუ ბელორუსები არიან სლავები, ხო? უფრო ახლომდგომი რუსებთან. და ის რუსი შენ უფრო მეტ ფულს გაძლევდა და შენ უფრო მეტ დივიდენდებს გაძლევდა, რომ უფრო კარგი მეტროსადგური, უფრო კარგი საწარმო ქონოდა, ვიდრე აქ თავის ძმას, თავის სისხლს და ხორცს ბელორუსს გესმის? და ეს შენ იყავი თუმე მონობაში მე ამ ყველაფრის მორე? აი მაინტერესებს ისეთი მეტროსადგურები, ისეთი საწარმო ფაბრიკები, რომელიც საქართველოში იყო ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ იყო, კი უკრაინაშიც იყო, მაგრამ მე ვამბობ აი უკრაინა და რუსეთის მერე საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. და ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა ხალხო, ჩვენ ვართ უმადური ერი სამწუხარო. და ეს უმადურობა გვუყავ ჩვენ. ჩვენ ვართ დაუნდობლები საკუთარი ქვეყნის შვილების მიმართ. აი როგორც ასლან აბაშიძის მე, როგორ ბიჭო, ესე იგი დღეს საქართველოში ეს ნაძირალა ბოკერია და ეს ნაძირალა ეს რა ქვია ბარამიძე უნდა სეირდობდეს რუსთაველზე და ასლან აბაშიძეს არ უნდა ქონდეს იმის საშუალება აჭარის აერის უნთქოს რით ვერ გაიგეთ ის რომ აჭარაში უნდა დააბრუნოთ ასლან აბაშიძე სიკვდილი მაინც აღივსეთ ამ კაცს საკუთარ მიწაზე აჭარა რომელიც იხსნა ასლან აბაშიძემ აჭარაში მას ზეგლი უნდა დაუდგას მადლიერმა საზოგადოებამ როგორც მემე დაბაშიძის ზეგლი დადგას ისევე ასლან აბაშიძის ზეგლი უნდა იდგას აჭარაში მაგრამ ეს არავის ინტერესებში არ შედის იმიტომ რომ იქ უნდა იდგას იმისი შლოპანცის ალი და ნინოს ზეგლი ალი და ნინოს ზეგლი რომელიც მე ვფიქრობ უნდა აფეთქო და სადაც ჩამოიღო რატო უნდა იყოს ბათუმში ალი და ნინოს ზეგლი
იმ იდიოტით სააკაში, ან რატო უნდა ყოფილიყო მაგალითად იმ რაბათის ციხეში მეჩეთი, რატო უნდა მდგარიყო? ვერ გავიგე, რატო ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ წენით ვიღაცებს რაღაცებსა? ვინმე ეკლესიებს აშენებს ჩვენ მეზობლად? ჩვენ რატო ვაშენებთ იმას იქ, რაც არ არის, არ უნდა აშენოს? მე მეჩეთების წინააღმდეგი კი არა ვარ და მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ვერ გავიგე, რაბათის ციხეში რატო უნდა ყოფილიყო იქ ის? იცით რა არის, ჩვენ ახლა ხატინში რო ვიყავ, იქ ადრე ეს ხატინი სანამ გადაწვავდნენ, იყო ეკლესია. და ალექსანდრ ლუკაშენკომ, როდესაც იყო ხატინში, გასცად ბრძანება დაუყოვნებლივ ააშენეთ ეკლესია, ხის ეკლესია და ამასაც თქვენ განახებთ იქ მე ვიყავ. და ერთი ბელორუსიული წმინდანია ელისეი მე-13 საუკუნეში მსახურობდა, ეს კაცი მოღვაწეობდა და სასწაულო მოქმედი ხატი არისო, აი რომ მიდიხარო, იცინისო ხანდახანო რა, აი ადამიანები ამბობენ რომ უღიმისო რა, მომლოცველებსო და ანუ აი ამ ადგილას, სადაც სხვათაშორის იქ სხვა კონფესიებისთვისაც რაღაცები იყო განსაზღვრული, იქ ქრისტიანების გარდა იმ ხატინში სხვები ცხოვრობდნენ რა და ამის დადასტურება ის სასაფლაო, სადაც სხვა კონფესიის ხალხიც არის დასაფლავებული და ჯერ შენ იმას ეცი პატივი რა. შენ ძეგლებს საღორეებად აქცევენ იქ თურქეთში. ქრისტიანს არ შეუძლია ილოცოს. შენ ძეგლებს იქით კიდე ალბანურ ძეგლებად მოიხსენებენ და შენ რატო ხარ ასეთი უწოვინო და იდიოტი, მაინტერესებს. რატო ხარ ასეთი უწოვინო და იდიოტი? მაგრამ ეს იმის ბრალიც არის ალბათ, რომ ვიღაცები სადაც უნდა იყვნენ, იქ ქართველები არ ცხედან და ალბათ ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ქვეყანას ვცეთ პატივი, ჩვენი ქრისტიანობა დავიწყოთ. ვიღაცას თუ წარმოუდგენია ეხლა ეკლესიაში რელიგია შევა და იქ ქრისტიანობასთან ერთად სხვა რამეც უნდა ისწავლოს, მე მაგალითად ეგეთი რელიგიის შეტანა სულ არ მინდა რა. იმიტომ რომ მაშინ ეგ არაფერი არ იქნება. ხო და მოდი რა, ყველა ქვეყანა ჯერ თავის ერთწმენას სცემს პატივს და მე სხვას. ჩვენ უამრავ კონფესიები გვყავს წარმოდგენილი და მათი ადგილი საქართველოში არის დაფასებული და ყოველთვის დაფასებული ხდება, მაგრამ ისე ნუ გავაკეთებთ მეგობრებო, რომ საქართველო იყოს მეორე ჭრილში, ქართველი მეორე მეორე ჭრილში და სხვა უცხოთომელები იყვნენ წინა პლანზე. ეს აქ არ ხდება, არც ბელორუსში, არ ხდება, არც რუსეთში არ ხდება და არც ჩვენ მეზობლად არ ხდება. თურქეთში თურქია პირველ პოზიციაზე და აზერბაიჯანში აზერბაიჯანი, სომხეთში სომეხი და ჩვენ რატო ვართ ასეთი სულელები, მე მაინტერესებს. რატო ვართ ასეთი სულელები? და ვინც კი ამაზე ხმას ამოიღებს, ის ნაციონალისტად აღიქმება. როგორც გითხარით, ჩვენ ახლა ხუთშაბათს შევხვდებით ასევე მეგობრებო და პარასკევს იქნება რუსულენოვანი გადაცემა. ხუთშაბათს ქართული, პარასკევს კი რუსულენოვანი გადაცემა. თალემშვიდობებით, კარგად ვწამდებოდეთ.